ის მოდის. შენ, ბუზერო. რა ხდება? გაგრილების დროა, მეგობარო. გოგოებო, მალე გამოსაშვების აღამა მოდის. სულ დამავიწყდა გამოსაშვების აღამო. მოდი ერთი და იგივე კაბები ჩავიცვად. მე წინააღმდეგი ვარ. მეც არ მომწონს. ძალიან უცნაურები ვიქნებით ყველანი ერთნაირ კაბებში. უბრალოდ შემოგთავაზეთ. ჩაკს სამუშაო საათებში ძინავს? მერე კი ყველა საინტერესებს, რატომ ხვდებიან უცხო ადამიანები კამპუსში. მოდი გავაღვიძოთ. სამსახურში ძილი აკრძალულია. მე მაქვს იდეა. და რომ გაიღვიძოს, სპილოსავით ძინავს. ასე ჯობია, ახლა კიდევ უფრო ლამაზია. კარგი გოგოებო, წავიდეთ აქედან, ისინი გამოგვიჭერენ. დაიჭირე. მიდი, დაიჭირე ძმაო. ჯანდაბა, სულელი გიჟი ხარ და გავიწყდათ კამპუსის წესები? თქვენ არ შეგიძლიათ ბურთით თამაში. პონოჩკა, ბოდიში, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. მიდი, მაჩვენე რა შეგიძლია. მე შენზე მაგარი მოთამაშე ვარ. რამდენჯერ გითხარით, კამპუსში ბურთის თამაში აკრძალულია მეთქი. ჩვენ სხვათა შორის მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. შენ შეგიძლია ითამაშო შენი მნიშვნელოვანი თამაშები კამპუს გარეთ. კარგი რა ბიძია მაქვს, არ დაგვსაჯო. მე ყველაფერი ვთქვი, არანაირი თამაშები და თინეიჯერების თვალწინ შეწყვიტე ბიძია მაქსის დაძახება. კარგი ბიძია მაქს, აღარ დაგიძახებ ბიძია მაქს. ჯანდაბა, მან ბურთი წაიღო. რატომ არის ასეთი ბოროტი? მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არ ინერვიულოთ ბიჭებო. ჰაკს ყოველთვის აქვს სათადარიგო ბურთი. ყოველი შემთხვევისთვის ჰალკ, მართლა მაგარი ბიჭი ხარ. მიხარია რომ შენნაირი მეგობარი მყავს. მადლობა ძმაო. შეგვიძლია ჩავეხუტოთ? კარგი, როგორც გინდა. ჰეი, ნაის, შემიძლია ჩაგეხუტო? მე ამის წინააღმდეგი ვარ. კარგი რა ბიჭებო, მე უბრალოდ მიყვარს ჩახუტება. სად ჯანდაბაშია ეს ლორა? ვარჯიში დასრულდა, აქ არ არის. ის უიმედო ჩოგბურთელია. იცი რა კრეს, თუ ის ახლა მოვა აქ, მე ვაპირებ მთელი დღე ვავარჯიშო იგი, რათა გაიგოს როგორია ჩვენთან ვარჯიშის გაცდენა. საკმაოდ სამართლიანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის 1 საათსაც ვერ გაუძლებს. ვინ ჯანდაბაა ეს? ლუზერი მეგობრები ისევ ვარჯიშობენ. გამარჯობა მეგობრებო. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. დღეს მაღაზიებში დიდი ფასტაკლება იყო და მე ცოტა ვიშოპინგე. იშოპინგე? მე ხუმრები? მთელი დღე ვარჯიშობდით, რათა კამპუს გამარჯობა მოუტანო. შენ არც კი გაგვაფრთხილე რომ საყიდლად მიდიოდი. გოგოებო, რატომ ბრაზდებით? ეს ერთხელ მოხდა. თქვენ ვარჯიშები არსად არ გაიქცევა. რა ჯანდაბა გაცვია? სად არის შენი ფორმა ჩოგბურთელის? ეს რა ჯანდაბა? იცი რა? შენ თვითონ გაცვია უგემოვნოდ. იცი მაინც რა ღირს ეს ყველაფერი? არ მაინტერესებს. ფრანგულად თუ არ იცი, მაშინ მე გადაგითარგმნი. ეს ლუი ვიტონია. ისე რომ იცოდე. სწრაფად წადი და გამოიცვალე ეს სისულელეები და ჩაიცვი ჩოგბურთელის ფორმა. ნუ არ ღვევ ჩემს პირად სივრცეს. დღეს გადავწყვიტე ვიყო მიმზიდველი გოგონა და არა მწვანე ჩოგბურთელი. მწვანე ჩოგბურთელი? მომისმინე პატარავ. თუ ახლა არ გამოიცვლი ტანსაცმელს, გუნდიდან წამში გავარდებით. კარგი, ნუ ბრაზობთ, გამოვიცვლით იდიოტი. და არ დაგავიწყდეს ქუსლებიანების გამოცვლა. კარგი. დილან,
ამის შემდეგ არანაირი პრობლემა არ გვექნება? მოიცადე, ნუ თუ ყველას გეშინიათ. მას კარგი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროთ. პონკა, ჩვენთან ხარ? მაქვს არჩევანი? კარგი, მშვენიერია. ის მოდის. ჰეი, შენ! რა მოხდა? გაგრილების დროა. დიახ. მორჩა ლუზერებო, თქვენი საქმე წასულია. მოკლედ ძმებო, ფაზლი ძალიან საშიში ტიპია. ის შეიძლება დაელოდოს სანამ მარტო ვიქნებით და მერე დაგვესხას თავს. ბენს ამას მე ნუ მეუბნები. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ჯანდაფა ის საშიში ბავშვია. მოკლედ, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ნამდვილი ფაზლია და მას გამანადგურებელ დარტყმებს ვაყენებთ. აი მაგალითად მის მინეთ უტვინოებო, რასაკეთებთ აქ, ჰა? ბენს, მეჩვენება თუ ჩაკს პომა დაუსვია? არა ძმაო, შენ არ გეჩვენება. რატომ მიცინით? შენთვის სასაცილო ვარ ახლა? არა. კარგი გასაგებია, უკვე მაღიზიანებთ. ახლავე დაგიჭერთ. კარგი, მოვრჩით სიცილს. ხო და ასე. ჩაკ, მაგრად გამოიყურები. ვიცი რომ ყოველთვის მაგრად გამოიყურები. აქ ზედმეტ ხმაურს, ნუ ატეხთ. ახლა წავედი. აბა ლუზერებო, თქვენი საქმე ნამდვილად წასულია. სახალისო იყო არა? მოდი აქ. აბა ხუჭუჭა ბიჭო, შენი იდეა იყო არა? შენ ყველაზე ჭკვიანი გგონია შენი თავი, ხომ ასეა? მე მართლა ყველაზე ჭკვიანი ვარ. ამიტომ მეძახიან ბატონო ზავს. გთხოვ, მხოლოდ თავში არა. მას არაფერი გაუკეთებია საერთოდ. ხო, ყველაფერი გასაგებია. მოდი აქ შეკვერცხო. მაგრამ რატომ კვერცხი? ხო, იმიტომ რომ შენი თავი ქათმის კვერცხს გავს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ აპირებ კამათს? არა? რა ხდება აქ? მისტერ მაქს, ჩვენ პრობლემები გვაქვს. რას ბურტყუნებ? ფაზლ? რა ხდება აქ? ისევ ფაზლი გაბრაზებთ, არა? ფაზლი ხომ ხვდებით? ფაზლი მაგარი ბიჭია. სულ სხვანაირია ახლა. თვითონ დათანხმდა კამპუსის მთელი მესამე სართულის გარეცხვას. რა? გაჩუმდი. თუ არ გინდა რომ კაცრად დაისაჯო. არ ველოდი შენგან ამას, მაგრამ რატომ ხარ ასეთი სველი? მისტერ მაქს, უბრალოდ ვეხმარებოდი ბავშვებს კარადების გადატანაში, რათა მათ ქვეშ მოესუფთავებინათ. ცოტა ოფლით წამომივიდა. კარგი ფაზ. თუ ასე გაგრძელდა, ისევ შენს გუნდში გადაგიყვან. კარგით მეგობრებო, მე წავედი. ფაზს ნუ აწყენინებთ. ჰეი, ჩუმად იყავი. ჩაკ, ჭკუაზე ხარ? ამჯერად რა მოხდა? რატომ გისვია ტუჩებზე წითელი პომადა? მენდი, რა გჭირს? ხედვა გიჭირს? ოფიცერი ჩაკი არ ატარებს პომადას, რომ იცოდე. კარგად შეხედე, ოფიცერო ჩაკ. ხომ არ იცი, ვინ გააკეთა ეს? არა. მაგრამ მე ვიცი, ესენი არიან ლუზერები, მათი საქმე ახლა წასულია. გაიწიე, გზა მომეცით. ხო, ეს სახალისო იყო, მეგობრებო.
მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დააწკაპუნეთ ზარძე და ყველას ნახვამდის.